ბოლო ვიდეოში მე კი გითხარით, რომ აღარ შეგაწუხებდით, აღარ შემოგეჭრებოდით ეს რამდენიმე დღე და ცოტა დაგასვენებდით, მაგრამ რაღაცა საჭიროება მესე მოითხოვა. ველოდები დღეს უკვე სტუმრებს. მოდი ამას დავარქვათ ერთგვარი ჩელენჯი. ნუ მოკლედ სახე უნდა მივალაგო. რო გითხრათ რომ რამე ეს გენერალური დასალაგებელია, არა ნამდვილად, მაგრამ რაღაცა გარკვეული სივრცეები მოსაწესრიგებელია და რაღაცები უნდა გავაკეთო. ნახოთ რა დრო დამჭირდება. მე ამისთვის გათვლილი მაქვს 1 საათი მაქსიმუმ, თუმცა ვფიქრობ რომ კარგად უნდა ჩავეტიო, მეტი დრო არ მაქვს ფიზიკურად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივიღო სტუმარი სუფთა მოწესრიგებულ გარემოში, იმიტომ კი არა რომ ვიღაც ლუპით შემოვა და რამე შემიმოწმებს, ჩემს სახლში მსგავსი არავინ არ ხვდება. დავიწყოთ. მოდი პირველ რიგში გაჩვენებთ პროდუქტებს, რაც დავიმატე ახლა და რაც ამ დღეებისთვის დამჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის საჭირო პროდუქტების 30%. ხო, ეს გამოვიყოლე. ჩემი სახეხი რაღაც მოფუჭდა. გამოწერილი მქონდა ბევრი თავი რო ეცვლება და მქონდა კი არა მაქვს, მაგრამ რაღაცა ვერ გამოვიყენე სიმართლე გითხრათ. ასეც უფრო კარგად ვიყენებ, ამიტომ აღარ მქონდა და წამოვიღე. ეს ჯაგრისი გამოვიყოლე. ეს თოკი დამჭირდება აი იმისთვის, ბარემ ბოვკარით ვარი და წამოვიღე. სარიცხის თოკებისთვის მავთულები მაქვს და ეს მავთულები არ მომწონს საშინლად, მომწონს რა, ვიზუალზე არ არის საუბარი უბრალოდ, როდესაც ვფენ გარეთ სარეცხს, ზე იხხვეტება. 3-4 მეტრზე გაფენილი სარეცხი ჩამოდის ხოლმე აი ამ ხელა ადგილზე ჩაკუნჭული და ძალიან არ მიყვარს და აი ამაზე ვერ იცურავებს ეგრე არ გასხდება შპილკები. იფერდიკან სარეცხი რომ იხხვეტება ერთ ადგილზე. მარილი აღარ იყო ოჯახში და სულ მავიწყდებოდა. ბარდა ოლივიე უნდა მოვამზადო. კიტრის მწნილი. ეს შესქელებული ძე წამოვიღე მოხარშულიც და ერთი მოუხარშავი. გამოგვადგება კარტოფილი ცოტა. შემდეგაც რა გვაქვს? ქიშმიში მქონდა და დავამატე, იმიტომ რომ ექსებში და რაღაცა მსგავსში ძალიან მიყვარს და ძალიან კარგად ვიყენებ და ხშირად ვიყენებ, სხვათა შორის ჩემს შვილებს არ უყვართ. ესე აცლიან ხოლმე. მაიონეზი საშუალო ზომის, სტაფილო, ცოტა ნიგოზი, ქვილი, ძალიან კარგიაო, მირჩი ეს არასდროს არ მქონია სხვათა შორის. ახლა გითხრათ რომ დიდი მცხოველი და ძალიან ვერ ყვევებთ კი მოგატყუებთ, მაგრამ ხო რა ვიცი, რასაც ვაკეთებ კი გამოდის. ხაჭოები, სკალათაში ფასდაკლება ქონდა, იაფად იყო კალფასად. არაჟანი, კამა, სუკატები და მიხაკი დაიჩინი და ილი. Всё. ესეთია ჩვენი პროდუქტები, რომელშიც გადავიხადი ალბათ 70 ლარი, შეიძლება უფრო მეტიც. დავაწერ აქ წავაწერ. მაშინ ასე შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში დავიწყე ჩემი ოთახით და თეთრეულის შეცვლით, გამოცვალე თეთრეული და რა თქმა უნდა გავრეცხი, გავაშრე. ჩემ ოთახში ასევე გასაკეთებელი კი არა და დასალაგებელი მქონდა ჩემი ტანსაცმელი. ერთი თარო, ყველაზე დიდი თარო, სადაც ყველაზე უფრო მეტი ტანსაცმელი მაქვს და რა თქმა უნდა სწორედ ეგ თარო ირევა ყველაზე მეტად. გადმოყარე ყველაფერი და მივალაგე რაღაცა სქელი ზედები რაც იყო ისინი გადავაწყე, იმიტომ რომ თითქმის მგონი ზამთარიც ისე გავიდა რომ ისინი მაშინაც კი არ ჩავიწვავს დეკემბერში და იანვარში და ახლა ხო საერთოდ აღარ დამჭირდება და აი ძალიან მიხარია ხვდები რომ აპრილის ბოლოდან ალბათ ერთ ორ კვირაში მაქსიმუმ უკვე საბოლოოდ გადავაწყობ და დავახარისხებ ჩემი და ბავშვების ტანსაცმელს. გრინოის საპონს რო გიქებთ ხოლმე. სულ კალვის დაჯღაბნები იყო.
დათას შარვალზე სულ 1 საათი ყოფნის იმისთვის, რომ არ ვიცი, ყურებზე და თავშიც კი კალამი უსვია ხოლმე. და ესე იდეალურად რეცხავს. როგორც უკვე მოგახსენეთ, 1 საათი მაქვს იმისთვის, რომ სახლი მოვაწესრიგო და კიდევ 1 საათი იმისთვის, რომ მოვამზადო სადილი, წვნიანით, სალათით და კიდევ რაღაც მინდა გამოვაცხო ისე უბრალოდ ჩაისთვის, ყავისთვის, მისაყვანებლად საღამოსთვის, რომ ჩავუსხდეთ მე და გვანცა. მთელი ეს დღე ისე ზოზინით გავატარე, არაფერი გამიკეთებია განსაკუთრებული, მეთქი დღეს ცოტა ისე ვიქნები, ესე მიშვებული და ხვალიდან შევუდგები დილითვე მეთქი საქმეს, მაგრამ უცებ გადაწყდა, რომ სწორედ დღეს უნდა ჩამოვიდნენ და ამიტომ ჩქარა მოვაწესრიგე ყველაფერი, რა თქმა უნდა. ხო იცი, სახლს იმაზე სწრაფად არაფერი ალაგებს, ვიდრე მოულოდნელი სტუმარი. მასობაში გამიქცა ზუსტად 15 წუთი, 15. ცოტა ხანში ეს ოთახი ისედაც გაფრინდება და ეგრე იქნება გაფრენილი ეს 5 დღე. მაგრამ დავახედროთ სოფთად. ბავშვები გავაფრთხილე, ფეხებში არ მომედოთ, ისხედით ახლა ერთ ადგილზე თქო და ტელევიზორს იყვნენ მიშტერებულები. დივანზე იწყდნენ და ახლა რომ ვუყურებ მეცინება ისიც სიჩუმეში ვალაგებდი, ისეთი სიმშვიდე იყო სახლში. როცა ვალაგებ, განსაკუთრებით იატაკამდე რომ მივალ, ვდღვინავ, არ მიყვარს საერთოდ რომ მოძრაობენ. ის 10 წუთი უნდა იწყდნენ აუცილებლად ერთ კუთხეში. ესეც 10 წუთი. ყველაზე მარტივად და სწრაფად მისაღები და სასადილო ზონა მოვამთავრე, იმიტომ რომ აქ პრინციპში არც არაფერი იყო გასაკეთებელი, ზუსტად 10 წუთი დამჭირდა. შემოსასვლელში ჩემი გარდერობიც მოვაწყვე. მივაწყნარე, ვერ წუდებიან ბავშვები და რომ შემოდიან და იხდიან ქურთუკებს, ეგრევე ყრიან ხოლმე. თვალს კი მოაფარებენ ხოლმე, მაგრამ საკითხებზე ვერ კიდებენ. მაღლაა საკმაოდ, ამიტომ ეგ ჩემი გასაკეთებელია ხოლმე ძირითადად. ბოლოს უკვე ბოლო აკორდივით შემოვურბინე შუშის ზედაპირებსა და სარკეებს, რომლებიც ძალიან ბევრია ჩემს სახლში. ყველა ოთახშია სარკე და სულ საწმენდია. ამ პატარა კაცს თუ ხედავთ მეტა. სადაც გაშლილი რაღაცა ყოველს დაინახავს, არ გამოუვლის, ისე ვერ მომიტანოს. ცოტა დიდი ვერ მოვიტანო. ხო ზღვათა შორის დათას ძალიან უყვარს ყვავილების მორთმევა. ყვავილი იქნება თუ ბალახი, რაღაცა ყველა ვარიანტში მოგიტანს, მოგართმევს, გულს გაგიხარებს, გზადრად შეხვდება. ისე რომ კარგი ბიჭია, მთელი ზაფხული ბალახი არ ბაკლია ხოლმე სახლში. შეჭამე ბოლომდე? ვერ მოერიე? ვერ მოვსალე. ბოლოსკენ უკვე აბაზანაში შევედი.
აბაზანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ოჯახში, რომელიც ნამდვილად უნდა გამოიყურებოდეს სუფთად და ძალიან ხშირად სუფთავდება ალბათ ყველგან და ეს ნიჟარები მაინც ჩვენთან საშინელი წყალია და ძალიან სწრაფად ლაქავდება ონკანები განსაკუთრებით, ამიტომ მუდმივად საწმენდია ყოველდღიურ რეჟიმში უნდა წვიდო და ისედაც რატომაც არა მიზანშეწონილია და რეკომენდებულით რომ იყოს ყოველთვის სისუფთავე და წესრიგი. ესეც ასე ყველაფერი მოვიმთავრეთ, დამრჩა ზუსტად 15 წუთი. რაც სამზარეულოში მეყოფა რომ მოვაწესრიგო. ერთი შეხედვით არის ქაოსი, მაგრამ როგორც კი ახლა ჩემი სალატის მასალას დავდგამ, ამ ჭურჭელს გავრეცხავ, უკვე წესრიგი იქნება. შიგნით არაფერი არ მინდა დავალაგო, უბრალოდ აი ესენია გასაწმენდი და არის გამწოვი გასაწმენდი. ხო და მაგას უნდა მივხედოთ. თან ასეთი ჩვევა მაქვს, როცა რაღაცას ვაკეთებ, ვამზადებ, თან უნდა ვრეცხო, თან უნდა ვრეცხო. ისე კი არა, რომ ჯერ გავამზადო, ყველაფერი მოვიმთავრო და მერე დავდგე და ესე გებრიელად მშვიდად გავრეცხო ჭურჭელი. არა, თან უნდა ვაკეთო, თან უნდა ვრეცხო. პარალელურად სალათის მასალას ვხარშავდი, წინ წავიგდე საქმე, სანამ ის მოიხარშე, მე გიმოვაწესრიგე ყველაფერი უკვე და უცებ გადავედი უკვე საჭმლის მომზადებაზე. კარგად ჩავეტია საბოლოო ჯამში დროში, იდეალურად. ყველაფერი მოვასწარი, დროც დამრჩა ეს ხურდაში. ბოლოს აივანიც მივაყოლე, კი უკვე დაბნელდა და მაინც კარგი მკვეთრი განათება არ მაქვს, ნაზი განათება მაქვს და დიდად ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ კარგად გემრიელად მოვრეცხე, თან ისე გემრიელად წვიმდა და წვიმაში კიდევ უფრო მეტად მიყვარს ხოლმე აივნის გარეცხვა, რაღაც უფრო გემრიელად გულიანად ვრეცხავ, მოვწმინდე, კარგად გავაწკრიალე და ვიფიქრე, მოდი ხوار გავშალო ბარემ მაგიდა და სკამებით ხო, იმიტომ რომ მგონი დავამწნილე ესე და იქნებ საერთოდაც ბრაკია, რა ვიცი. გავიდა 2 თვე რაც ვიყიდე და არც კი გამიხსნია ხალხო, აი, მაგრად მაკლია მგონი. იქნებ რა ხდება? ხმასაც ვეღარ ამოვიღებ. ხო და აი ასე ძალიან კარგად მოვასწარი ყველაფერი, თან მხიარულად გავიდა დრო რაღაცა საქმიანად, როცა ვიღაცას ველოდები, რაღაცნაირად ვერ გამყავს ხოლმე დრო და თითქოს რაღაც ბოლთას ვცემ და ასე საქმეში გაფრინდა ჩვეულებრივად გაფრინდა დრო. პარალელურად დარბოდნენ ბავშვები ჭონაზე. ცალკე ბავშვები დადიოდნენ ჭონაზე, რატო 1-6 პარტია არ იყო. პარალელურად ბავშვებიც კარგად ერთვობოდნენ ამ პროცესით მოკლედ ჩემო ძვირფასებო, აი ასეთი გამოვიდა ჩემი ეს ერთი დღე, უბრალოდ ერთი საღამო. ბოლოს ერთ პატარა კადრს აუცილებლად ჩაგისვამთ. მოვჭი ყველაფერს. ამასობაში აბაზანაც მოვაწესრიგე და მაქვს კიდევ 9 საათი. არა, ჩემი 2 საათი ამოვწურე, ნამდვილად და იდეალურად მეყვა. მაგრამ კიდევ 9 საათი მაქვს, სანამ მოვლენ და გადავწყვიტე, რომ აივანიც ბარემ მივარეცხო. ისე რომ რაც საკუთარ თავს დავავალე, ზედმიწევნით შევასრულე. იდეალურ დროში, ესე გაწერილ დროში. ზოგადად საშინად მაღაზიანებს ხოლმე მოლოდინის რეჟიმი, ვიღაცას რომ ველოდები და ერთ სული მაქვს რომ მოვიდეს და დრო საშინლად იწელება და აი ახლა ისე გავიყვანე ეს დრო და ეს საღამო ვერაფერიც ვერ გავიგე საერთოდ. ბუბუს ადგილია, ბუბუ იჭიტება ხოლმე მაღლიდან. გადასცქერის ხოლმე ქუჩაში არავინ გაეპაროს და გამოეპაროს ქალბატონს და დავუტოვეს, ხო გზა არ არის იდოს. ამას მოვაწყობთ. თავარია სუფთაა და ხვალ ალბათ გავშლი.
ისე ვარ გადაჩვეული თმის აწევას. ძალიან ისეთი ჟუჟუნა წვიმაა სასიამოვნო. ჩემ დაწმენდილ პანჯრებს აწეს სიამოვნებად. მაგირო დამასანაღული ცხოვრება. ან ამას. აქ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე იყვნენ გადასულები და გამოცანებზე. ჩვენ ეს მხიარულად ვატარებთ დროს და თქვენც მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. ბედნიერი დღეები ჩემო ძვირფასებო. კოცნით.